მეტი პოლიგონი მაქვს და სცენა უფრო მიმძიმდება რა, ანუ ძალიან იქით არ უნდა წავიდე, თორე გაჩერებს. გაიყოს რაღაც ორი ახლა. მაგრამ ეს ფორმა ეხლა რო უფრო დავამსგავსოთ ბენჩს, უნდა ვქნათ ესეთი რაღაც, ისევ გადმოვიდეთ აქ edit ფოლიში უკან. გადმოვედით? თან არ უნდა აღვნიშნოთ. აი, თვა. შეიძლება გაიგიშოს პრობლემა. აი, გავაგზავნეთ ხო? ანუ აქ გვაქვს ეცამი მომისმენთ. აქ არის ესეთი მოდიფაიერი Swift ეს ესეა ხო თქვენთან? ანუ აი აქ უნდა ჩამოვშალოთ, აი პატარა რაღაც ის რო ჩამოსაშლელი. და ესეთი გრაფა უნდა გამოჩნდეს. აი ეს გრაფა გამოჩნდა? ხო? და აქ ვირჩევთ Swift loop ქვია. ამას დავაჭერ. ანუ ეს ხა გამიმატებს ასეთ იმას რა. დამატებით edges. ანუ სადაც უნდა დავაწყაფნო, ესეთ რაღაცებს ანუ მიმატებს რა. ხედავთ? აი, ამას გავაქრობ და დავამატოთ. ანუ ერთი Swift loop-ი დავამატოთ აი აქ. აქ არის ხოლოს. რა? აშლის. აი, რასაც აჩვენებს. თვითონ ის შესაძლოა აკეთებს. ამას აშლება? პოლიში გადადა. არა. ტურბოს მოშია და პოლიში გადადა. ხო, ეს პოლიში უნდა იყო, გამოჩნდეს. აი, ავირჩიოთ ეს Swift loop-ი მოკლედ და აი აქ დავადეთ. ქვემოთ. და მეორე დავადოთ აი აქ. იხდეთ? და ერთი დავადოთ კიდე აი აქ შუაში, ანუ შუაში რა. ეს აი, ხა ესენი რო დავადეთ, ანუ ტურბოს სმუზზე რო გადავალთ, დაგვხდება ესეთი შეცვლილი ფორმა რა, იხდეთ? ანუ უფრო აი ამ რაღაცებმა მოკლედ დაიჭირეს ეს ტურბოს სმუზი, რომ აი ძალიან მრგვალი არ ყოფილიყო რა ეს ბენჩი. ეხლა ამას რო გავსვდი, სადღაც 3-ზე ან 4-ზე, ანუ უკვე გაიჩნდება ესეთი ტიპი რა. აი ახლა ანუ შემიძლია ამას ზემოდან თუ მინდა რომ ამაზე გავაგრძელო მუშაობა ახლა ზემოდან შემიძლია დავადო edit poly კიდე რა modifier-ში და ახლა უკვე ამაზე ვმუშაობ ანუ ვთქვით მაშინ ანუ ავირჩიო შემიძლია border-ი აი აქ border ყველა ის მოვნიშნო და დავაჭირო დავუშვათ caps და ეს დავხურო რა და ეს border-ის მოვნიშნო და ამასაც cap დავაჭირო და ესენი რომ ჩაიხუროს ღია რო არის აი ანუ აქ ხო ვართ ყველანი აქ ვართ ხო ყველა აი edit poly ხო დავამატეთ ზემოდან ანუ შეგვეძლო ანუ თუ ესე გადავალ edit poly-ში აქ ესენი დამეკარგება რა უკვე თუ დავამატებ აი შემიძლია რომ პირველ edit poly-ში წამოვიდე და აქ რამეს რო შევცვლი ანუ პირველში აი აქ ხა ეს რო გავწიო იქით პირველში აი აქაც გაიწევა რა უკვე ხედავთ ანუ ყველა ქვედა ლეიერები ზედაზე მოქმედებენ და ესე რო გადავიდე
edit polish-ი მარჯვენა ღილაკი. აქ უკვე всё რა, ესენი დამეკარგა და ეხლა ამაზე ვმუშაობ თავიდან. ეხლა აი, სად ვარ? აქ ვარ ხო ყველა? ხო, ანუ modifier list-ში ავირჩევთ ისევ, აი აქ რო ვარ turbos menu-ში, ხო? ეს არ გვჭირდა. აი აქ ვარ. ანუ აქ ისევ ავირჩევთ edit polish და დაემატება ზემოდან edit polish modifier-ში. მე გადავალთ აი შუაში არის ეს, ანუ სამიანი შეგვიძლია გადახვიდე აქ. ან просто დააწყაფო. border უნდა ეწეროს, ხო? და აი border არის, აი რაღაცა რო რაღაცის არა აქვს რა აკლია. აი დავუშვათ ესეთი რაღაც. ანუ border-ით აირჩევ ამას. და მე ქვემოთ რო ჩამოსკროლავ მარჯვნივ. აქ არის ჩემთვის მარჯვნივ cap. ხო? და მაგას ვაწვევით და ხურავს რა წაშქლ პოლიგონს თავიდან აკეთებს. გავიგეთ? კი, ახლა ზოგადად. ეხლა აი ამაზეც, აი შეგიძლიათ აი F3-ით რო გადავიდე. აი ესეც ხო ღია რა, ეხლა აქედან გიარჩენს, მაგრამ ხო შევიდე რა. ესეც ხო ღია არის. და შეგვიძლია აი ესეც დავხურო. და ესეც. და უნდა გამოვიდეს ესეთი რაღაც. მივიღეთ ესეთი რამე? რა? ანუ borders რო აირჩევ, მე cap-ით ახურავს.